ასეთი შემთხვევა არ იყო არც ერთი შემთხვევა, რა თქმა უნდა, არ გახსოვთ? ნაციონალურ მოძრაობას მეცაც გეტყვით. მე არ მახსოვს, ბატონი, ოპოზიციაში მე არ მახსოვს, ბატონი, ოპოზიციაში მე არ მახსოვს, ბატონი, ოპოზიციაში მე არ მახსოვს, ბატონი, ინგებმა საპატრულო პოლიციის მანქანა დააზიანეშინა საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორც ცდილობენ ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტის შენობის ჭიშკართან გაჩერებული ავტომობილის საბურავების დაზიანებას და ფარების ჩამსხვრევას. პატრულის თანამშრომლები ამ დროს მანქანაში არ იმყოფებოდნენ. მე არ მახსოვს, ბატონი, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ძველი თბილისის რაიონის დაცვის პოლიციის შენობასთან ხელყუმბა დაისრულეს დაცვის პოლიციის ავტომანქანას, რის შედეგადაც ავტომანქანა მთლიანად დაზიანდა და დაიწვა. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახურის შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ გამოყენებულია ერგედეს ტიპის ხელყუმბარა. მე არ მახსოვს, ბატონი, მთელი ოპოზიციური სპექტრი მაშინდელი რეალურად სახელმწიფოს გვერდით არ იდგა. იდგა, ასე თქვათ, იმ ხულიგნებისა და ვანდალების გვერდზე, რომელიც არ ბევდნენ ისევე სხვადასხვა ქუჩებს, თბილისის ქუჩებში არ გახსოვთ საკნები და გადაკეტილი, ასე თქვათ, ჩვენ ასევე გვახსოვს, ბატონიკა, დარბეული საპროტესტო აქციები. საკნები და დამწვარი მანქანები ალბათ ერთი და იგივე არ არის.